გამარჯობა. დაქორწინებისთვის მარტო დანიშნო არ არის საკმარისი, არა. დანიშნო არის, როგორც ასე ვთქვათ, წინასწარ გეგმავს ხალხი, რომ ანუ დაქორწინდეს ორი ოჯახი ხდება ერთმანეთს და ვინც უნდა დაქორწინდეს ისინიც ანუ ოჯახის წევრებთან ერთად, ვალისთან ერთად ხდებიან ერთმანეთს და თანახმა არიან და ნიშნავენ ქორწილს მაგალითად ამ დღეს დაქორწინდებიან. ეს არის დანიშვნა. და სანამ არ იქნება ნიკაჰი, სანამ არ იქნება თვითონ ქორწილი, თვითონ ნიკაჰი, მაგ დრომდე არ აქვს უფლება არც გოგოს, არც ბიჭს, ანუ ერთმანეთთან დაელაპარაკოს, იმესიჯოს, შეხვდეს და ასე შემდეგ. მაგიტომ ეს არის უთება როგორც დაქორწინება. და სამწუხაროდ ძალიან ბევრ ხალხს ეგრე შემხვდა, რომ ეგრე გონიათ მაგათ, რომ დანიშნა მაგათ გონიათ, რომ უკვე აი ნიკაჰი არის, არა. ან ნიკაჰის ნახევარია, არა. ნიკაჰი არის დაქორწინება, როცა უკვე აი ბოლო მომენტი ცნობილია ხა მუსლიმანებისთვის. ბოლოა და მაგის მერე უკვე ითვლება რომ უკვე ქალი და კაცი არიან ცოლ-ქმარნი. ალლაჰმა ხეირი და ბარაკა მოგცეთ.